დავით ხიდაშელი სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში გაჩნდა ახალი დოკუმენტები. გამარჯობა. გამარჯობათ. ვინ არის დავით ხიდაშელი? ეს არის შეკითხვა, რომელზეც პირდაპირ პასუხი საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. არადოს არ ყოფილი ვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ცხოვრობ ბოლო 25 წელია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაზე. რა სფეროში მოვაწეოთ ბიზნესის? ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს. არის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, არის მედიცინის ბიზნესი, ბიოტექნოლოგიების ბიზნესი. თქვენ ფლობთ თუ თქვენ მართავთ ამ ბიზნესს? ვფლობ. ზოგჯერ მართავდი, მაგრამ დღესდღეობით ფლობელიც ვარ. დღესდღეობით 100%-ით ვმუშაობ ჩემზე, არავითარ არის მთლიანად ჩემი ბიზნესი და ჩემი ოჯახის. ინტერნეტში რა ინფორმაციას მოვიპოვეთ? თქვენ უძღვებით კომპანიას, რომელიც საბერძნეთში არის. კი, ეს არის ერთ-ერთი მე ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საბერძნული კომპანია ინტერკომ ტელეკომის. ეს არის დაახლოებით 15% 20% ჩემი ბიზნესი. ამის გარდა გაქვს სხვა ბიზნესები. სხვა ბიზნესებიც გვაქვს. ასევე თქვენზე ინფორმაცია ინტერნეტში რაც მოვიპოვებთ, თქვენ გეკავათ საკმაოდ მაღალი პოზიცია რუსულ კორპორაციას სისტემაში. მათ შორის კი მეკავა ესეთი პოზიცია. ამხანაგი არის ამ მფლობელი ამ კომპანიის და ჩემი მეგობარი არის ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელიც ვიცნობ 30 წელიწადზე მეტია, როცა შვეიცარიაში მუშაობდი, მისი მეუღლე ჩემი თანამშრომელი იყო. სისტემა არ არის მხოლოდ კომერციული ორგანიზაცია. სისტემის დირექტორთა ჯგუფში გვხვდება სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი და რუსეთის ვიცე-პრემიერი ანატოლი ჩუბაისი. საკმაოდ დაახლოებულია რუსეთის სახელმწიფო წრესთან, როგორც დიდი სტრუქტურული შენაერთი. არასრულად არ ამართა ინფორმაცია, იმიტომ რომ ჯერეთი მაგ ორგანიზაციაში მუშაობას დავანებე თავი 2014 წელს, 2014 წლის მერე არ მიმუშავია, ვინაიდან რუსეთის მთავრობამ შეუქმნა პრობლემები და კომპანიას როცა ჰქონდა 35 მილიარდი დოლარი ბრუნვა, მისი ბრუნვა ჩამოვარდა 8-10 მილიარდ დოლარზე. მაშინვე სისტემის ყოფილი თანამშრომელი, საკმაოდ მაღალი პოზიციის მქონე თანამშრომელი ხიდაშელი 2014 წელს სისტემას ტოვებს, მიდის და 2020-ში საქართველოში ჩამოაქვს ის მასალები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ვერც ერთმა კომისიამ ვერ მოიძია. ამის უკან იკვეთება რუსეთის სპეცსამსახურის ინტერესები. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, მაგრამ ეს აბსურდის დონეზე ის რუკები, რომელიც გადმოეცით სპეცსამსახურების დახმარების გარეშე, როგორ შეიძლება რუსეთში მათი მოპოვება? მე რუკები არ გადმომიცია, მოვყვები მთელ ისტორიას და მაგ ისტორიის მიხედვით მე თქვენ განსაჯეთ, რუკები გადავეცი, ინფორმაცია გადავეცით თუ რა გავაკეთე საქართველოსთვის. რატომ დაინტერესეთ ამ საკითხით? ვისით ხოვნით? 2017 წელში რო ჩამოვედით, რას ვაკეთებ და რას ვაპირებდი საქართველოში, ვთხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი პირველად მოუყევი რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ, რას ვაკეთებ საზღვარგარეთ და რა გეგმები მაქვს საქართველოსთვის. მე არა ვარ პოლიტიკოსი, არა მაქვს არავითარი ამბიცია რომ გავხდე პოლიტიკოსი და არავითარ პოლიტიკურ მოძრაობაში და იმას არასდროს არ ჩავრევარ ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რუკები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია დავით, ამაში არ თანხმდები. ხო, მაგრამ არ ვთანხმდებით, იმიტომ რომ რუკებს ვაკეთებ უკვე 2000 წლიდან. მე შვეიცარიაში რომ მოვხდი 1993 წელს ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგზაო მოძრაობის დარგში.
2000 წელს შეიქმნა მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია 44 გეოფიზიკური ინსტიტუტის მიერ შეიქმნა მიწისძვრების რისკის შემცირების და კატასტროფების რისკის შემცირების ესეთი ორგანიზაცია შვეიცარიაში სააგენტო ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სისტემისთვის ვაგროვებდით რუკებს შეგროვილი მაქვს დაახლოებით 100,000-ზე მეტი რუკა მომიწია დუბაიში ემირატებში გაკეთება კარტოგრაფიული ფირმის დავით ძალიან მოკლედ 2017 წელს ივანიშვილთან შეხვედრის შედეგად რაზე ისაუბრეთ როგორ დასრულდა შეხვედრა პირველად შევხვდით 17-ში სულ ვარ მაშინ გავიცანი მაგის მერე ფაქტიურად მე კავშირი ხშირი არ მქონია 1000 დაბადების დღეს მე ულოცავდი თვითონაც მილოცავდა დაბადების დღეს 2019 წლის სექტემბერში გამირეკა ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა მაშინ მომიყვა რომ არის პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით მან თხოვა დახმარება რომ მომეძია რაღაც რუკა და რო ჩავეძიე რომ რა გინდათ და რა შეჭირდება ჩემი დახმარება მითხრა რომ დაურეკე ღარიბაშვილს ირაკლი ღარიბაშვილს და ის გეტყვით თავდაცვის სამინისტრო მიცის ეს დეტალები პირველი შოკი მივიღე მაშინ ვინაიდან მე ძალიან გამიკვირდა როგორ შეიძლება მოეთხოვა ვიცი ვინ არის ბიძინა ვიცი რა საშუალებები აქვს ვიცი რა რესურსიც აქვს ვიცი რა თანხებიც აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მაცხოვრებელ ხალხს ქართველს რომ დამეხმარე რომ მაგის იგივე მაგის რესურსების და მაგის ბოდიში თვალს თვალზე ფულის პატრონს კაც რომ მე მომთხოვს რომ რუკა ვიშონე ესე იგი წარმოვიდგინე რომ უკვე საკმაოდ ძალიან ცუდად არის საქმე ამ საკითხის ვინაიდან არაფერს არ უღირს მაგისთვის გადაიყადოს რამდენი 10 ან 100 მილიონი დოლარი და ეპოვნა ეს რუკები და მიეცა ეს რუკები მაგრამ მე დავწმუნდი რომ დავიწყე ჩაძიება რომ ფული და იმით ეგ საქმე ესე იოლად ვერ გადაწდებოდა არის დრო დასაკარგე და ჩასაწვდომი მაგ საქმეში მე რაკენ დაურეკეთ თავდაცვის მინისტრს დაურეკეთ მაშინ ღარიბაშვილს მან მომცა გადმოვიდო თავის ტელეფონი კარტოგრაფიული სამსახურის თავდაცვის სამინისტროსი და ისინი შეხვდებიან და ისინი დეტალურად მოგიყვებიან რას ვეძებ და რა გვაინტერესებს ეს ტელეფონით ხდება ეს ყველაფერი ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი ხოლმე ჩემ ერთ ამხანაკს ამ ბეჟან მაისურაძეს რომ თუ შეიძლება მეთქი ეს ღარიბაშვილი თუ გახსოვს ჩვენი სოფლის გვერდზე ცხოვრობდა ისიც ეს შეიძლება თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე და გაიგო ზუსტად რა უნდათ რომ გამოართვა საბუთები ვინაიდან ტელეფონში არ მელაპარაკებიან ზუსტად არ მეუბნებიან ზუსტად რა უნდა და ძალიან დიდი თემაა მიდი და გამოართვი თუ შეიძლება მომეხმარე ითამაშე ჩემი მეგობარი არ ეწყინება იგივე კურიერის როლი რომ გამოართვი რა უნდათ და მის შემდეგ მაშინ შემდეგ ცნობილია რომ იგორ გიორგაძესთან ერთად ბეჟან მაისურაძემ დააფუძნა ფონდი თანამემამულე ჩემთვის ეგ არ არის ცნობილი პირველად გავიგე მაგის შესახებ და მე მგონი თვითონაც არ ახსოვდა მაგის შესახებ იმიტომ რომ პირველად დაურეკე და ჟურნალისტებს მეკითხებოდი ის ბეჟან მაისურაძეა ვისაც ფონდია ეს არის ნამდვილად იმიტომ რომ მე რაც ვიცი 20,000 ბეჟან მაისურაძეა საქართველოს დაგიდასტურათ ფონდის არ მილაპარაკია ჯერ უნდა ჩამოვიდეს გზაშია ჩამოვარდა და მიდასტურებს მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს გინდა გიორგაძესთან კონდეს კავშირი იმასთან თხოვე მეზობელს მომიტანე მიდი გამოართვი რუკები და მომიტანე გადმომეცი თუ შეიძლება ეს რუკები რა მოხდა შემდეგ ვის შეხვდა ბეჟან მაისურაძე როგორც ვიცი ბეჟან მაისურაძე შეხვდა კარტოგრაფიის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს გადმოსცეს რამდენიმე საბუთი და რამდენიმე რუკა გადმომცა და გამომიგზავნა ეს რუკები მოდით მოვნიშნოთ როდიდან ჩაერთეთ თქვენ ამ პროცესში 2019 წლის შემოდგომიდან თქვენ მიიღეთ ის მასალები რომლებიც ჰქონდა ქართულ მხარეს თავდაცვის სამინისტროს და მათი ანალიზის შემდეგ
დაიწყეთ თქვენი მოკვლევა ამ საკითხის. პირველი ინფორმაცია ის იყო, რომ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან პრაქტიკულად პირველი ლეგალური საბუთები რაც დადგინდა 1920 წელს, როცა მოეწერა აღსტაბის საზავო ხელშეკრულება დადებული აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასთან და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. აგერ მაგ ეს ფაქტიურად ეს დოკუმენტები, ამ დოკუმენტებს მოყვება უკვე რუკა. ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების რუკა 1920 წლის მერე შექმნილი რუკა. ამ რუკაზე პირველად აღმოაჩინა, რომ საქართველოს საზღვარი გადის მდინარეს მტკვრის კალაპოტთან, ჯანდარის ტბა აგერ იმყოფება და დავით გარეჯის მონასტერი იმყოფება 30 კილომეტრში ამ საზღვრიდან. აგერ 1925 წელში გამოსცეს მეორე რუკა. 1925 წელშიც დავით გარეჯთან საზღვარი ქვევით ჩადის მთის ძირში. აგერ არის მაშინ იგივე გაკეთებული არის იგა ესეთ კალაპოტს აღარ მიიღება. ანუ რასაც ხედავთ 20-იან რუკაში 20 წელს გამოცემულ რუკაში საზღვარი იყო მტკვრის გასწვრივ, უკვე 25-ში საზღვარმა ამოიწია მთის ქედთან, მაგრამ დავით გარეჯთან მაინც დავით გარეჯი მოხდა შიგნით. დავით გარეჯი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. 1925 წლის მერე შექმნეს კიდე 1930 წელს, 31 წელს. აგერ მოვიპოვეთ სხვადასხვა რუკები. დავით, როდესაც ამბობ მოვიპოვეთ. სად მოიპოვეთ ეს რუკები? ესენი ყველაფერი საქართველოში. მოვიპოვე საქართველოს ეს რუკები მოვიპოვე. რატომ ვერ მოიპოვა ვერავინ? ხო, მაგრამ 96 ვინც რუკებით არის დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად უნდა ეძებოს. ვეძებდით ბუკინისტურ მაღაზიებში, ვეძებდი ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში. მაგალითად ერთ-ერთი რუკა, აი ეს რუკა მოვთხოვდი მეგობრებს. ეს რუკა არის გამოცემული 1931-32 წლებში, შეიძინეთ თბილისში. მას მერე ყველაზე ყურადღები მისაქცევი არის, ესე იგი 37 წელს მოვიპოვეთ საბუთი იგივე არქივში, საქართველოს არქივში, გადმომცა კარტოგრაფიის დეპარტამენტმა თავდაცვის სამინისტროს, სადაც ნაჩვენებია, რომ წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატი, ესეთი კომისარი იყო გოგლიძე, წერს აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს, გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ რესპუბლიკებს შორის რუკები რაღაცას ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ თუ შეიძლება ჩამობრძანდით 5 მარტს 12 საათზე ამ რესპუბლიკების, ყველა რესპუბლიკების წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დავალებული საზღვრების გავლება, ჩამობრძანდით და გავიაროთ და გავაკეთოთ ეს საზღვრის გარკვევა. მოდი შევაჯამოთ. 1938 წლის 5 მარტს ჯგუფი შეიკრიბა თბილისში. ჯგუფის წევრები ჩვენ ვნახეთ. საბჭოთა საქართველოს წარმომადგენელი, საბჭოთა აზერბაიჯანის წარმომადგენელი, საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელი, ასევე ჯგუფში იყო შესული 2 კარტოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი და 2 დღიანი მუშაობის შედეგად საზღვრის ხაზი გავლეს. მერე რა ხდება? ამ საბუთებში წერია, რომ ესე იგი მასალები მიდებულია ქვეშიდან დართულია წერია, რომ 500.000-იანი მასშტაბის რუკაზე ხელი მოაწერეს და გადაცეს დასამტკიცებლად. რუკა დაიბეჭდა აი ამ დოკუმენტის თანახმად. ამ რუკის, ესე იგი, ამაზე უნდა იყო მიდებული იყო რუკა, გავლებული ხაზებიანი წერია ამ ქაღალდში, მაგრამ მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. ორიგინალი ან ორიგინალიდან კოპიო ეს ამ რუკის მე დღემდე ვერ ვიპოვე. დღეს საკითხი ეგ იყო, ამ დღემდე ვერ ვიპოვე. ამიტომ მე დავიწყე მოძიება, ვინაიდან რომ არსებობს ქაღალდი და არის მითითებული რის საფუძველზე გააკეთეს, დავიწყე მოძიება რა ამის უკან რა დღეს რა საბუთი დევს და სად არის ეს საბუთი? დანახი სად არის რუკის სახით. დავიწყეთ მოძიება და ვიპოვნეთ მეორე რუკა 38 წლის დათარიღებული იგივე არქივში, საქართველოს არქივში, ეს ბიბლიოთეკის არქივში ვიპოვნეთ რუკა. რომელი ბიბლიოთეკის? საჯარო ბიბლიოთეკის არქივში ვიპოვნეთ უკვე გამოცემული მერვე კარტფაბრიკის მომავალ 1 ივლისისთვის. ესე იგი 5 მაისს თუ მოეწერა პრეზიდიუმში, აზერბაიჯანის პრეზიდიუმში ხელი, უკვე ერთ თვეში გამოსცეს ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 38 წლის 1 ივლისისთვის. მას შემდეგ აქ რომ მიუთითებ და ვანახებთ, აქ არის
იგივე მითითებული, რომ ეს 898 მთა უდაბნო, სადაც აგერ არის ფაქტურად გარეჯის მონასტერი, საქართველოს ტერიტორიაზე და მთის ძირში გადის ზუსტად ეს საზღვარი. 38 წელში, 39 წელში რო გამოწეს, 41 წელში დაიწყო ომი, მანამდე არსებობდა მხოლოდ მაგ დროს 38 წელში 200.000-იანი მასშტაბის რუკა და 500.000-იანი მასშტაბის რუკა. მაყურებელ მოუკეთ რო გაიგოს, რა ფიზიკური სხვაობა 200.000-იანსა და 500.000-იან შორის. რამდენი უფრო დეტალური. 500.000-იან მასშტაბის რუკა ერთ ფურცელში ეტევა 4 ცალი ფურცელი იგივე ზომის 4 ფურცელი 200.000-იანი მასშტაბის. 200.000-იანი 4-ჯერ ტოპოგრაფიული რუკაზე ვლაპარაკობ. ტოპოგრაფიული რუკა 4-ჯერ უფრო დეტალურად აჩვენებს სურათს, ვიდრე 500.000-იანი. და 200.000-იანი მასშტაბიდან 100.000-იანი მასშტაბი კიდე 4-ჯერ უკეთესად. უფრო დეტალური არის. ფაქტურად 16-ჯერ უკეთესად არის 100.000-იანი და 500.000-იანი შორის განსხვავება. ომის გამო დადგა საჭიროება უფრო დეტალური რუკების შექმნის. კარტოგრაფიული დეპარტამენტის დახმარებით მოვიძიეთ კიდე სხვა დოკუმენტი, რომელიც იყო გამოცემული 1945 წელში აზერბაიჯანის კარტოგრაფიის სააგენტო წერს საქართველოს ვინაიდან ქართველები აკეთებდნენ რუკებს, რომ ჩვენ 45 წელშიო მივიღეთო მერვე კარტოგრაფის მიერ დაბეჭდილი რუკაო, რომელზეც წითლად არის დატანილი საზღვარი, მაგრამ რო უყურებთ ამ საზღვარს, ეს განსხვავდება 38 წელის რუკისგან. აგერ გაჩვენებთ, აგერ არის 45 წელში გამოუშვეს ეს 100.000-იანი რუკა, აქ რო ვნახულობთ ამ ადგილს, აქ უკვე საზღვარი არის გადმოწეული მთის წვერზე, მთაზე გადის ზუსტად ეს საზღვარი. თუ სწორად მივყვებით ქრონოლოგიას, დავით, ეს არის პირველი რუკა, რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ, დათარიღებული 1942-ია გამოშვებული და 45-ია ხელმოწერილი და გაგზავნილი. სადაც საზღვარმა ამოიწია უკვე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე. მაგრამ არსად არ არის დამტკიცებული ეს საზღვარი. 38 წლიდან 42 წლამდე საზღვარი იყო ქედს ქვემოთ. დაიბეჭდა რუკა 100.000-იანი მასშტაბის, 100.000-იანი. სადაც საზღვარი აწეულია? სადაც საზღვარი აწეულია, მაგრამ უნდა დაემტკიცებინათ. არც საქართველოს 45 წელში და არც აზერბაიჯანმა არ დაამტკიცა. მაგრამ ეს დაბეჭდილი რუკები 100.000-იანი მასშტაბის არის ადვილი გამოსაყენებელი, ბევრი გამოსაჩენი და ამ დაიწყეს ამის ხმარება, ტარება აქეთ-იქით ამ დაბალ დონეზე. მას შემდეგ ასეთი რუკა იბეჭდება ყოველთვის? მას შემდეგ იბეჭდება ესეთი რუკა. საზღვარი აწეულია. საზღვარი აწეული იბეჭდება და რუკა. ერთის მხრივ გვაქვს 1938 წლის დოკუმენტი, სადაც საზღვარი ამ დოკუმენტის თანახმად გადის თის ქედს ქვემოთ, მაგრამ არ გვაქვს რუკა, რომელიც იყო დართული ამ დოკუმენტზე. მეორე მხრივ უკვე ჩნდება 40-იან წლებში შედგენილი რუკა. საზღვარი არის აწეული და გადის სამონასტრო კომპლექსის ზოლთან. თუმცა არც საბჭოთა საქართველოს და არც საბჭოთა აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლების მიერ ახალი სასაზღვრო ზოლი დამტკიცებული არ არის. 91-ში რო დაიშალა საბჭოთა კავშირი, 96-ში შევარნაძის მართვის დროს ალიევი და შევარნაძე შეხვდნენ ერთმანეთს, შექმნეს ეს საზღვრის კომისია, ხარეები გადაწყვიტეს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ აი ეს ხაზი არის ცენტრალური და ეს არის საბოლოო 38 წლის მიღებული გადაწყვეტილება. 1996 წელს დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ 38 წლის შეთანხმების თანახმად გაივლოს საზღვარი. მაგრამ 38 წლის შეთანხმების შემდეგ შედგენილი რუკა ნაპოვნი არის. ვერ მივაგენით და რო მივადექით და რო შევეკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ კომისიის წევრებს რო შევეკითხეთ, შეეკითხნენ თავდაცვის სამინისტროდან სად არის, მაშინ გადასცეს, რომ ჩვენ ეს რუკა ვერ ვიპოვნეთო, მაგრამ სომხეთმაო გადმოგწაო მეორე რუკაო და
ამ რუკით უნდა ვისარგებლოთო. აგერ არის ადმინისტრაციული რუკა, რაზეც მეტი ვერ მივიღეთ. რას უყურებთ ახლა ჩვენ? ახლა ვიყურებთ რაღაც ქაღალდს, არ ვიტყვი რომ ეს რუკაა, ვინაიდან ამ რუკაზე ზებოდან არის დაკრული ქაღალდით, რომ ეს არის ადმინისტრაციული რუკა, იმიტომ რომ რომელიც საკამდე განახებთ, არ წერია არაფერი, წერია ქვევით თუ შეიძლება, რომ ეს არისო ადმინისტრატიული გრანიცი სომხეთის 1938 წელში მიღებული ამადა ამ პროტოკოლის თანახმად. 5-7 მარტის შეხვედრის თანახმად. მაგრამ არ წერია, როდის არის მოწერილი 2020-ია, 2038-ია, 1938-ია, რომელ წელს არის მოწერილი? რა არის საჭირო რომ ეს რუკა იყოს უფრო უნდა მოიძებნოს ორიგინალი, სად არის? ეს არ არის ორიგინალი. არა, ორიგინალი კოპია მოგცეს დაკრული ქაღალდებით რაღაცეებით და ქვეშ არის კიდე დაკრული ხელმოწერებიც. არის ეს საზღვარი. აგერ არის ხელმოწერები რაღაცნაირად გაკეთებული ნაგლეჯი ქაღალდიდან რაღაცა გაკეთებული. რატო გააკეთეს რუკა? თქვენ სად იპოვეთ ეს რუკა? საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა სომხებმა. ვიდრე არც აზერბაიჯანელებს, არც საქართველებს ეს რუკა არსად არ არსებობს. ვინაიდან ეს რო შევხედე და ეჭვი შემეპარა რომ არ გავს ეს ამდენი რუკა განახეთ. კიდე განახეთ სხვა რუკების რომ მოვიწიე, ამის საფუძველზე რომ აი ეს საზღვარი აქ გადის და ამ დროს ხელში გვაქვს ყველა კარტოგრაფიული სამსახურის უფროსები ესწრება ამ ხელშეკრულების და ხელებს აწერენ. კაც გამოშვებული აქვს თვითონ ეს რუკა, აგერამ აქ ეს ყველა რუკის ორიგინალები რაც გამოშვებულია და ამ დროს ჩდება რაღაცა სხვა რუკა, სხვა იმითი და არა ტოპოგრაფიული, არა ის და ადმინისტრაციული რუკა, რომელიც ქაღალდზე არის დაკრული რაღაცები. არა, ვერ მივიღებ ამას როგორც რუკა. სასაზღვრო დეპარტამენტში მოვიზიეთ 200,000-იანი მასშტაბის რუკა, რომელიც მთლიანად განსხვავდება იმ ადმინისტრაციული რუკიდან, ძალიან ბევრი დეტალებია, გამოცემულია 37 წელში, მაგრამ ვერ მიიღეს ეს რუკა, ვინაიდან არღებულობდა აზერბაიჯანი და არღებულობდა არავინ, დახაზულია საზღვარი ამ რუკაზე. და ამიტომ საზღვარი რამდენიმე ხაზს ხედავ. 1 2 3 4 5 ხაზია გავლებული სხვადასხვა ამ საზღვართან. 5 ხაზია სხვადასხვა გავლებული. ამიტომ ეს რომ ნახე რომ ფაქტიურად ესეთი რუკა არსებობდა, ავტომატურად აღმოჩნდა რომ ეს რუკა არსებობს და ეს რუკა არის გამოშვებული საქართველოს მიმართ, ეს რუკა შეიძლება, ესე იგი ავტომატურად საქართველოში რახან არ არსებობს, არსად არ არის ეს რუკა, დავავალე რომ მოეძებნათ რუსეთის კადასტრის სამსახურში, საკადასტრო და სამსახურში მოეძებნა ეს რუკა, თუ არსებობდა ერთ-ერთ რომელიმე არქივში, სახელმწიფო ორგანიზაცია როსრეესტრის არქივში. სანამ ამ რუკას ეძებდნენ, მანამდე მოვიძიე მაგ დროს საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ, ამერიკის არმიის მიერ. სად მოიძიეთ ეს ამერიკული რუკა? ეს არის მე რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ მუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ესეთი რუკა ამერიკაში 54 წელს გამოცებული არის. ეს რუკა არის გამოცემული ამერიკის არმიის მიერ ვაშინგტონში 51 წელი დაწერეს აგერ პირველი, სადაც კაფიოთ ნაჩვენებია აქაც რო ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი გადის აგერ მთის ძირში, მთა უდაბნოსთან, აგერ არის მთის წვერი და საზღვარი კაფიოთ ჩანს, სად გადის. მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოცემულია 78 წელში ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტომ ვაშინგტონში, გამოცხადებული არის საჰაერო თვითმფრინავის საფრენად, სადაც ნაჩვენებია ზუსტი, იმიტომ რომ ცივი ომი იყო მაშინ და ემზადებოდნენ ომისთვის, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში, აგერ არის ეს დანგრეული, რასაც იზახიან რუინს, უაწერია, ეს არის დავით გარეჯის მონასტერი, რადგან ესე იგი მოცემული იყო ეს ამერიკული რუკა, ეს ფაქტიურად ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების რუკიდანაც ავიღეთ და რუსული რუკიდანაც ავიღეთ ეს გერმანული რუკა
რუკაც გამოცემული გერმანელების მიერ. როდესაც ამათ ავიღე ეს რუკა, სად აიღეთ ეს? სხვადასხვა არქივებში, სხვადასხვა მუზეუმებში. მაგალითად ეს ადვილად არის მისი მოპოვება. არავითარ კავშირი არ აქვს ამას რუსეთთან, გერმანიის რუკას. ეს მოიპოვე გერმანიაში, ის მოიპოვე ამერიკაში. აქაც საზღვარი მითითებულია 898 უდაბნო მეტრი სიმაღლეზე. მთის წვერი მითითებული აქვს და საზღვარი გადის კაფიოდ მთის ძირში. პარალელურად ვიძიებდით მოსკოვში და როსრეესტრში მოვიძიეთ რუკები. როსრეესტრში მოვიძიეთ რუკები. რეალურად როგორ გამოიყურება ეს პროცედურა? როსრეესტრი არის ორგანიზაცია, როგორც არის საქართველოში იუსტიციის სახლი. ნებისმიერ მოქალაქე შეიძლება მივიდეს და გამოითხოვოს ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის ტერიტორიას ეხებოდა, იმიტომ რომ იქით ახალი რუსეთია, აქეთ ახალი საქართველოა. თუმცა ის რუკა, რომელიც თქვენი დავალებით მოითხოვეს, უკვე რუსეთს აღარ ეხებოდა. რა თქმა უნდა, მაგრამ არქივში. ამიტომ დევს ეგ არქივში, მაგათივე არქივში. მოვიძიეთ მაგათივე არქივში. შეუკვეთეთ ოფიციალურად შემოთანხმება შეუკვეთა ამოვიღეთ რუსეთში ეს რუკა. აი ეს არის ერთ-ერთი რუკა რა. ერთ-ერთი ესეთი არის 50-ზე მეტი რუკა. რომელიც გადაეცით ქართულ მხარეს. რომელსაც გადავეცით საქართველოს მხარეს, მაგრამ რუკა არ გადამიცია საქართველოს ხრისთვის, რუკა მოყვებოდა იმას. ესე იგი ფაქტიურად აქაც არის მითითებული, რომ საზღვარი გადის მთის ძირში. ჩვენ ახლა ვუყურებთ რუკას, რომელიც ინახებოდა მოსკოვში და თქვენი მოვიძიეთ რუსეთში ეს რუკები. მიერ იქნა მოძიებული და მისთვის დაბეჭდეს ასლი. მისთვის დაბეჭდეს და გადმოქცეს ესე ელექტრონული ვერსია და ორიგინალი ვერსია თავისი ბეჭდებით. მაგრამ ეს არის როგორც იუსტიციის სამინისტრო, სხვა ქვეყნებში ამის ახლიდან გადაკეთება, გადმოკეთებას ნებას არ აძლევენ რუსეთის ნებართვის გარეშე. მე მოვთხოვე, მომეცით მეთქი, რომ ვინაიდან გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს საქართველოში და გაურკვეველი სიტუაცია ისა, მოვთხოვე იქვე როსრეესტრის ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც აკეთებს რუკებს, როსკარტოგრაფია ქვია ორგანიზაციას, ერთ-ერთ მის ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია რუსეთი-ყაზახეთის დემარკაციის ხაზით, რუსეთის სხვადასხვა საზღვრების დემარკაცია და ლიმიტაციის ხაზით, თხოვე ორგანიზაციას, რომ თუ შეიძლება დამიდგინოთ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოშვებული ბოლო რუკები, ეს აღმოჩნდა 1978 წელს იყო ბოლო რუკები გამოშვებული და 79-დან 93 წლამდე უშვებდნენ ამ რუკებს, მეტი რუკები აღარ გამოუშვიათ. თუ შეიძლება აიღეთ ეს რუკები, საბჭოთა კავშირის რუკები საქართველოს საზღვართან და აზერბაიჯანის საზღვართან და აიღეთ ეს 38 წლის უკვე რაც მოვიპოვეთ ახლა, დაადეთ ერთმანეთზე და გამიკეთეთ ანალიზი, რა განსხვავებას იძლევა ეს რუკები. ამ ორგანიზაციამ აიღო აქტუალური 2020 წლის სატელიტური სურათები, დაიტანა ორივე ხაზები, 38 წლის ხაზით, მთლიანად განსხვავება მოგცა, ავიღებ გექტარებში 16164 გექტარი და ეს არის მეტრებში 160 მილიონი კვადრატული მეტრი, განსხვავება არის ამ ორ რუკას შორის. 38 წელში გამოშვებული და დამტკიცებული რუკები ჩვენი საზღვრისა და რაც 91 წელში შეუთანხმებლად სარგებლობდნენ აზერბაიჯანელები და ქართველები ორივე მხარე. განსხვავება მოგცა ეს ამ განსხვავებას რო უყურებთ 2006 წელში რაც შეთანხმებული არის და რაც უკვე მოხდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, ეს განსხვავება მოგცა დაახლოებით 80 მილიონი კვადრატული მეტრი 8000 გექტარი. ეს საბუთები ავიღე, მიადეს ეს ორიგინალური რუკები დამამტკიცებელ საბუთად ამ ანალიტიკურ საბუთზე, ჩამოვიტანე და გადავეცი თავდაცვის სამინისტროს. ვთხოვე გაეკეთებინათ 12 კოპია, ვინაიდან ამ საბუთების კეკვაში დავადგინეთ, რომ ყველა რუკები ქრება რაღაცნაირად ვირტუალურად საქართველოში და ვერ პოულობენ ამ რუკეს, მომიწია 12 ეგზემპლარის გაკეთება და აგვისტოდან გადავიწყე, გადაცემა ვთხოვე თავდაცვის სამინისტროს, რომ თქვენი სახელითაც მოდით რა რომ არ დაიკარგოს ეს რუკები, ყველა სხვადასხვა ორგანოებს გადავცეთ. გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შევხვდით გადავეცი საქართველოს პრეზიდენტს, გადავეცი პრემიერ-მინისტრს ბატონ გახარიას, გადავეცი უშიშროების სამინისტროს, გადავეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას და ერთი ეგზემპლარი მასაც უთხარით ბატონ ბიძინას ხარი რომ აგერ ბატონო რომ თხოვე ყველაფერი გიპოვნე, ამოვკეთე და აგერ გადმოგცემთ ამ თქვენ რუკას და თქვენ თვითონ გაარკვიეთ
ამ მომავალი საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი. გაქვთ ყველა საბუთები, მოვიძიე ყველა სხვადასხვა რუკები, არა მარტო რუსეთის, არამედ ყველა ქვეყნების მოვიძიე ეს რუკები, აგერ გადმოგეცით და მიხედეთ ახლა თქვენ საქმეს და გაარკვიეთ ეს თქვენი საზღვარი. თქვენ ამ პერიოდში და აი ამ ექსკურსიის დროს, როცა მოკვლევას აკეთებთ, სტატუსი არ ჰქონდათ. არაფერი, რა სტატუსი? საქართველოს მოქალაქის კერძო ინიციატივით ჩატარებული მოკვლევა, მოკვლევის მასალები გადაეცით სხვადასხვა უწყებას. რა მოხდა შემდეგ? ვინაიდან ეჭვი შეეპარა თავდაცვის სამინისტროს და შეხედეს რომ რაღაცა დიდი განსხვავებებია, ეს საქმე არ შეიძლება ამ საქმეში ნახვა, უნდა გადავწყვეტ პროკურატურა და პროკურატურამ გაარკვიოს თუ რამე არის დარღვევა, თუ რამე არის დანაშაული. მე ვთქვი, აქ ჩემი საქმე არ არის, მე გადმოგეცით, მე გამანთავისუფლეთ. თქვენ ვერ გაგანთავისუფლებთო, ვინაიდან შენ ჩამოიტანე ეს რუკებიო, მობძანდი ბატონო ერთხელ მაინც პროკურატურაშიო და დაწერე ახსნა განმარტება, როგორ ჩამოიტანე და რა ჩამოიტანე და რა მოიწით პროკურატურას? ჩვენება მივეცი ჩვენება პროკურატურას, დამიბარეს პროკურატურაში, ბევრი საათი ვიჯექი პროკურატურაში და ყველაფერი დეტალურად ავწერე, რაც ეხლა მოგიყევით. არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ორი. ეს არის მოახლოებული არჩევნები. ეს არის სამხედრო ოპერაციები ყარაბაღში. თქვენს მიერ მოძიებული მასალები წინა საარჩევნოთაც და ერევანთან და ბაქოსთან ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება საკმაოდ პრობლემატური იყოს. თქვენ ეს გააზრებული გააქვთ? მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში და აგვისტოში დაურიგე სულ ყველა ამ ორგანიზაციებს. იგივე პრეზიდენტთან, იგივე ბატონ ღარიბაშვილთან პირველი წინადადება მაგის ეროს რო ნახეს ეს სიტუაცია, უიო ჩვენთან არჩევნებს მე ვთხარი არჩევნები მოდის და იმას თქვენ გადაწყვეტეთ, ეგ ჩემი საკითხი არ არის კაცო. მე ჩამოვიტანე ეს რუკები საქართველოს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე. არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არა ვარ ის არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს, ვინ არ გაიმარჯვებს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ორი კვირა დარჩა, მე მგონი არჩევნებამდე, ხო? ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. პრინციპულად არ მინდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. იმიტომ რომ არ გამოყვიან კიდე ჭაში ამას იმჭერ ხარს, იმას უჭერ. არ მივიღებ, არ მიმიღია ბევრჯერ, იმიტომ რომ სულ საზოგადოებრივ ცხოვრობ, სულ გზაში ვარ და არც ერთ პრაქტიკულად არჩევნებზე არ მიმიღია მონაწილეობა. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვინც იქნება მთავრობაში და ვინც იქნება მთავრობის წარმომადგენელი, იმან უნდა იყოს ეს საბუთები და მე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, იმასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. თქვენს მიერ მოსკოვში მოძიებული რუკები. მხოლოდ საქართველოს-აზერბაიჯანის პერიმეტრს ეხება? არა, მე მოვიტანე მთლიანი საზღვარი, საქართველოს მთლიანი საზღვარი. მაგრამ დღეს არის აზერბაიჯანზე ლაპარაკი და ის როცა დადგება საკითხი, მაშინ ამოიღონ და გაარკვიონ ყველა საკითხები. მე მოვიტანე ორიგინალი რუკები, ყველა საზღვრის და ანალიტიკური მასალა. ძალიან დიდი მადლობა რომ გაიცეთ რუსთავიორის შეკითხვის პასუხი.